სახელითა მამისათა დაწმინდა ძისათა დაწმინდა სულისათა ამინ. ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი წეღან რადგან ვისაუბრეთ შეგვიძლია რომ იოანე ოქროპირის ამონარეს დავიკითხავ, რომელიც აი ამ თემას ეხება მამათმავლობას, უზნეობას. ამ წერილში მოყვანილი იყო აზრი, რომ ეს თანხმობაშია სამოძრო ტრადიციასთან და მართლმადიდებელი ეკლესიის აღზრდობით მისიასთან. თითქოს ეს უზნეობა რაც არის ჩნდება ტრადიციაში ეკლესიისა და ეკლესიის წევრები აი ამ ცოდვას იწყდარებდნენ. აი რადგანაც წმინდა იოანე ოქროპირი კიდე უამრავი საეკლესიო მოღვაწე მამა გმობს უნებრივია ამ ცოდვას და მარტო იოანე ოქროპირზე ამონარიდები წავიკითხოთ. რასაც შადიან მეძავები იმავეს ან უფრო სწორად უფრო დიდ საზიზრობას შრებიან მამათმავლები. მეძავებთან შეყოფა თუმცა კი უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია. მამათმავლობა კი უკანონოცაა, არაბუნებრივიც. რომ არ არსებობდეს გენია და სასჯელი არ გვემუქრებოდეს, ეს ყველა სასჯელზე უფრო მძიმე სასჯელია. მე ვამტკიცებ, რომ მამათმავლები მკვლელებზე უარესნიც არიან, რადგან ასეთი შეურაცხყოფის მერე სიცოცხლეს სიკვდილი ჯობს. მკვლელი სულსა და ხორცს გაყრის. ეს კი ხორცთან ერთად სულსაც ღუპავს. რაც ცოდვაც არ უნდა დაასახელო, ამ უკანონობას ვერაფერი ვერ გაუტოლდება და მასში ჩამდგარი, რომ აღვიქვამდეს თუ რას შადის, ურიცხვ სიკვდილს შეეგებოდა, ოღონდ კი ამ ცოდვას არ დამორჩილებოდა. არაფერია ამგვარ დამდაბლებაზე უფრო უგუნური და მძიმე. თუ პავლემ სიძვაზე მსჯელობისას თქვა, ყოველი ცოდვაი, რომელ ქმნეს კაცმან, გარეშე ხორცთა იარს, ხოლო რომელი ისეძვიდეს თვის სამიმართ ხორცთა ცოდავს, მას რა უნდა ითქვას ამ უგუნურებაზე, რომელიც სიძვაზე იმდენად უარესია, რომ გამოთმაც კი შეუძლებელია. არ ვამბობ თითქოს შენ დედაკაცად იქეცი, არამედ უარესი ქენი. შენ დაღუპე საკუთარი არსებობა, ვით მამაკაცმა. ვერც ქალის ბუნება მიიღე, ვერც ის შეინარჩუნე, რაც ჰქონდა, არამედ უღალატე როგორც ერთ, ასევე მეორე ბუნებას და ღირსი გახდი, გაძევებულ იქმნე როგორც ქალთაგან, ასევე მამაკაცთაგან და ქვით ჩაიქოლო, რაც ორივე სქესი შეურაცხავი და დაამდაბლე. იმისთვის, რათა გაიგო, რაოდენ დიდია ეს ცოდვა, წარმოიდგინე, ვინმე რომ მოსულიყო შენთან და ეთქვა, რომ ადამიანს ძაღლად გაქცევდა, განა არ გაექცეოდი, ვით მავნებელს და ბოროტის მქნელს, აი შენ კი საკუთარი თავი გადააქციე არა ძაღლად, არამედ კიდევ უფრო დაბალ ცხოველად. ძაღლი რამეში გამოსადეგი მაინცაა, გარყვნილებას
მისემული ადამიანი კი აღარაფერში გამოდგება. არაფერია უფრო საზიზღარი, ვიდრე მეძავად გადაქცეული მამაკაცი. რადგანაც ასეთი დამდაბლების, დამშვები ადამიანის არა მხოლოდ სხეული, არამედ სულიც არალაღობა ხდება და ყველასგან განდევნის ღირსია. რა გეენია კმარა მათვის. ხოლო თუ შენ გეენიის შესახებ რომ გესმის იცინი და არჯერა, მაშ გაიხსენე სოდომის ცეცხლი. ჩვენ ხომ ამ ცხოვრებაშიც კი ხედავთ ამგვარ გეენიას. ასეთი იყო სოდომის დაწვა და მისი განადგურება ცეცხლით და ეს იცის ყველამ, ვინც კი იქ არის ნამყოფი და საკუთარი თვალით უხილავს ღვთიური საჟელის და ზეციური ელვის კვალი. შეიგნე თუ რამხელა იყო ცოდვა, რომ დროზე ადრე გამოიწვია გეენია. მეორეს მხრივ, რა კი მრავალი აბუჩად იგდებდა გეენიაზე საუბარს, ამიტომ ღმერთმა თვალნათლივ უჩვენა მათ მისი მსგავსება, რაღაც ახლებური მოვლენით. ის წვიმა უჩვეულო იყო, ისევე როგორც სოდომელთა აღრევა იყო არაბუნებრივი. მან წარღვნა მიწა ისევე, როგორც ავხორცობა წალეკავდა მათ სულებს. ეს წვიმა თავისი ქმედებით საპირისპირო იყო ჩვეულებრივი წვიმისა. მან არა მხოლოდ არ აღძრა მიწის წიაღი ნაყოფის მოცემისთვის, არამედ თესლის მიღების უნარიც დაუკარგა. ასევე იყო სოდომური მიწის მამრთა აღრევაც, რომელიც მათ სხეულებს უფრო უნაყოფოს ხდიდა. რა არის მეწამად ქცეულ მამრზე უფრო ბინძური, უფრო საძაგელი, რა სიშლეგია, რა უგუნურება, საიდან შემოიჭრა ადამიანის ბუნების დამამდაბლებელი ეს უნება, ვით მტერი, ან უკეთ იმდენად უარესი მტერზე, რამდენადაც სული აღმატებულია სხეულს. ხოი თქვენ პირუტყზე უგუნურო, ძაღლებზე უსეცხულონო. მათ შორისაც კი ვერ ხედავთ ამგვარ აღრევას, რა კი ბუნებამ უწყის საზღვრები. თქვენ კი საკუთარ სქესს შეურაცხყოფთ და უგუნურ არსებებზე უფრო მეტად ამდაბლებთ. მაშ დამწარმოშვა ეს ბოროტება, ფუფუნებით ცხოვრებამ და ღმერთის არცნობამ. ყოველთვის, როცა კი ადამიანები ღმერთის შის განაგდებენ, მათ ყოველგვარი სიკეთე განეშორება. ეხლა კიდე რამდენის მოყვანას შეიძლება წმინდა მამების ამ თემაზე, რომ ტრადიცია ეკლესიისა არ იწყნარებს ბუნებრივია უზნეო ცხოვრების წესს. აი ფინეთში ეკლესიაში ამბობენ, რომ მიდგომა იმისა, რომ თქვათ ჩვენ შევიწყნაროთ აი ამ ცოდვის მქონე ადამიანები, ეს არის ტრადიცია ეკლესიის, ეს სიცრუეა. თუ მათ ექნებათ სინანული, ბუნებრივია ჩვენ გაგვიხარდება და ეკლესია მათ მიიღებს, მაგრამ სინანულის გარეშე ამ ცოდვით ეკლესია ვერავის ვერ მიიღებს. რაცა უნდა კანონები წერონ, შეადგინონ, გამოსცენ, ეკლესია მას ვერ მიიღებს. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ აი რაც სოფლიოში ეს აღზევებული ცუნამივით მოდის ეს ტალღა უზნეობისა, რომ მთელი კაცობრიობა ადამიანი ეშმაკალ ღარყონას
დასცეს ადამიანის ხატება და მსგავსება და ღმერთმა ჩვენს საკან დაგვიფაროს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.